ერთი საკითხი, რომელზეც ძალიან ბევრს ჯელობენ, რამდენად ჭკვიანი და ძლიერი მეტოქე ყავს ქართული ოცნების სახით, ბიძინა ივანიშვილის სახით და ამაზე ძალიან ბევრს კამათობენ ხოლმე. ვიღაცები ძახიან, რომ ეს ძალიან სულელი არის, ვიღაცები ძახიან, რომ გენიოსი არის და ასე შემდეგ. ზოგადად მეტოქის დაუფასებლობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა არის. თუმცა ერთი რამ გვინდა რომ მესმოდეს, იმიტომ რომ ილუზიები ჩდება ხოლმე, რომ აი რანაირად აი არ მარცხდებიან, ამდენი ხანი რანაირად გაძლეს. საქმე იმაში არ არის, რომ ბიძინა გენიოსი არის, ჩემს ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, ძალიან სულელურ შეცდომას უშვებენ. უბრალოდ ასეთ ქვეყანაში, როცა შენ გაქვს თან სისტემა, თან კოლოსალური ფინანსური რესურსები, შენ ძალიან ბევრი შეცდომის უფლება გაქვს. ბევრია შეცდომა გაგდის მარტივად და ძალიან უნდა მოინდომო და ძალიან ბევრი სისულელე უნდა ქნა, რომ აი ეს ავტომატურად შენ თავს ასე თქვა საბავშვო შამათი ჩაუსვა. 2012 წელს იყო განსხვავებული სიტუაცია, იმიტომ რომ ერთი მხრივ იყო ძალიან ძლიერი სისტემა, მაგრამ მეორე მხრივ იყო კოლოსალური ფინანსური რესურსი, ანუ ორი სისტემა ერთმანეთს დაეჯახა. და ამიტომ იყო გაცილებით უფრო თანაბარი ბრძოლა. ამ შემთხვევაში ჩვენ რესურსების მხრივ ვართ გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში და მაგიტო გვყავს ჩვენ რთული მეტოქე და არა იმიტომ რომ ის რაღაც მაკიაველია და გენიოსია და ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი თანმიმდევრობა და ჩვენ უნდა ვაჯობოთ მათ ჭკუაში პირველ რიგში და ჩვენ უნდა ვაჯობოთ მათ იმაში რომ შეცდომები არ დავუშვათ. ასეთი ჭადრაკი არის სადაც მათ შეიძლება მეტი ფიგურა აქვთ მაგ მხრივ რომ რაღაც ყიდვის უფლება აქვთ ამ ფიგურების, ხო? მაგრამ თუ ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს თანამებრძოლებს რომ მეტი და მეტი გამოვიდეთ ქუჩაში უფრო სისტემურად, ჩვენც უფრო მეტი ფიგურა გვეყოლება საბოლოო ჯამში და ჩვენ დაუსვამთ შამათს.